გამარჯობათ მეგობრებო. მოვედი და რატომ მოვედი? ერთი კარგი ქალბატონი რომ ამბობს ხოლმე ახლა. ჩვენ გვსვავთ თუშურ წინდებს და ვაგრძელებთ ამ თემას. დღესაც მოვგზავნოთ თუშური სქემა. და როგორ მოვგზავნოთ? ნახეთ, აი ეს არის ეს. ახლა რა მინდა გითხრათ? ეს სქემა წააგავს ძალიან ხევსურულ სქემას. მაგრამ დაუკვირდით როგორი სხვაობა არის? ხევსურულ სქემაში აქედან აქამდეა, აქედან აქამდეა, აქედან აქამდეა. წვეტილი ფიგურაა, ხო? თუშურ სქემაში აქედან რო იწყებ, სადამდეც არ უნდა გსოვო, ეს ფორმა, ფიგურა, რაც გინდა დაარქვი, სულ გადაბმულია. არ არის წვეტილი როგორც ეს. ეს სხვაობა არის, ეს ხევსურული სქემა, ეს თუშური სქემა. ერთი სიტყვით და ვაგრძელებთ. ეს სქემა, ვისაც არ სჭირდება ჩემი დახმარება, ამობეჭდავს ამ სქემას და მოგხსოვს თვითონ. მე რომ არ შეუშალო ხელი ქსოვაში, მოგხსოვს თვითონ სქემიდან. ვისაც სჭირდება ჩემი დახმარება, დავიწყოთ. ახლა ნახეთ, მე მოგხსოვილი მაქვს ეს, როგორც ყოველთვის ვამბობთ, რომ სქემა ჩავსვათ ჩარჩოში, რაც არის სახე, 1, 2, 3, 4 რიგი. ეს არ არის ახლა აუცილებლობა, ხო? შეგიძლია მხოლოდ 2 რიგი მოგხსოვო, რა ფერზეც მოგხსოვ ამ ფიგურას, ის ფერი დასვა, ბოლო, აი აქ თვლები იყოს იმ ფერი, რომ შემდეგ ეს ფიგურა დასვა და მოგხსოვო. ჩემ შემთხვევაში ახლა თეთრზე უნდა მოვხსოვო და თვლები, ბოლო რიგი მაქვს თეთრი. და ვიწყებ აწყობას ახლა აი ამის. ახლა ნახეთ. აქედან იწყება თვლების ათვლა, ხო? დავნომრეთ და აი პირდაპირ აქედან იწყება თვლების ათვლა. აი ეს პირველი თვლები აქედან არის. და პირველი თვალიდანვე ვიწყებთ ფიგურას. ამიტომ ნახეთ ახლა პირველი თვალი იქნება ეს ფერი, რადგან მე ამ ფერით ვგსოვ ფიგურას. შემდეგ გვეუბნება ერთი ცარიელი უჯრა და ეხლა ერთი ჭხირი მჭირდება და ეს იმას ნიშნავს, ეს ცარიელი უჯრა არის ის ფერი, რა ფერზეც უნდა მოვგსოვო, ანუ თეთრია ჩემ შემთხვევაში. ეს არის აგურის ფერი ჩემ შემთხვევაში, რითიც ფიგურა უნდა მოვგსოვო, აი როგორც აქ არის სახე. 1, 1, ახლა ნახე, ეს ფერი აქ უკვე 3-ია, 1, 2, 3. შემდეგ არის ერთი ცარიელი უჯრა და თეთრია ჩემ შემთხვევაში, 3 ისევ ეს არის, 1 ისევ ეს არის, 3 ისევ ეს არის. რამდენსაც მოგხსოვ, ასე მოგხსოვ ამ რიგზე. ახლა ნახე. ავაწყოთ ეს აქ ქსოვის დროს თვლებში. 1, 2, თან ეს ძაფი უნდა წამოვიღო. 3. 1, 1, 3.
მაქვს ორი ფერი, ეს არის ერთი, ეს არის მეორე. ახლა ერთი, ორი, სამი. ახლა ნახე. სულ ერთნაირად იმეორებ ახლა 3 ეს ფერი, 1 ეს, 3 ეს ფერი, 1 ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავიდან იყო ერთი თვალი, რადგან ამის წინ თვლები აღარ გვაქვს და ფიგურას ვიწყებთ აი ამ სახით, ამიტომ იყო ერთი ცალი. დანარჩენი შემდეგ 1 3 1 3 1 3 და რა ფერებია უკვე მივხვდით, ხო? თქვენ შემთხვევაში არ ვიცი რა ფერით მოგხსოვთ, თეთრზე ვგსოვ ახლა მე ამ ფერს 1 2 3 1 1 თან ამ ძაბს წამოვიღებ 2 3 ეს რას ნიშნავს ბევრჯერ ვამბობ და ყველგან ვამბობ როცა ორი ძაფით ვგსოვთ და წინდა კი არა რაც არ უნდა მოგხსოვო და რა სქემაც არ უნდა მოგხსოვო ხო ყველგან ასე გამოიყენებ ერთი ძაფით გსოვდე მეორე ძაფი მოგქონდეს და რომელი ძაფიც ფერიც უფრო ბევრი თვლები გაქვს მოაქციე ქვედა მხარეს. შეიძლება ასე არ გქონდეს დახვეული და ასათითე გქონდეს რამდენიმე ძაფისთვის, ხო? ყოველ შემთხვევაში ძაფი, რომლითაც ბევრი თვლები უნდა მოგხსოვო, ქვედა მხარეს მოაქციე და უფრო ადვილად აწყობ გსოვას. აი ასე ამოვიყვან ახლა აქედან ასე ამოვიყვან და მოაქვს ამ ძაფს ის ძაფი. არ დამრჩება იქით. ახლა ეს ფერია. ახლა ნახე ასე რომ ვგსოვო, აი ასე ნახე ის სად დამრჩა და მე აი აქ ასეთი რაღაცა გამოვა. მე ეს არ მინდა. ერთი ხომ მოვგსოვე. ახლა აქედან ამოვიყვან. 2 3 მჭირდება. ახლა აქედან ამოვიყვან და გამოყვება ის აბასაც წავა, ხო? 1 ეს 1 ახლა აქედან ამოვიყვან 2 ახლა აქედან ამოვიყვან 3 1 ეს ახლა ნახე ეს არის ტერფს ვგსოვთ ახლა და ტერფის ზედა მხარეა წინა მხარე აი ეს ჩვენ თქვით რომ ტერფის ქვედა მხარე რაც შეიძლება ადვილი ფორმით მოვგსოვოთ რადგან ეს ფეხის ქვედა მხარეა და არ ჩანს ამიტომ ნახე აი აქ ადვილი სქემა მაქვს მე მოგხსოვილი მაგრამ ძალიან ლამაზია ჩვეულებრივ სქემადაც შეგიძლია ეგ გამოიყენო ახლა ნახოთ რა არის გაკეთებული ეს ნახევარი ზედა მხარე მოვგსოვე გადმოვდივარ ტერფის ქვედა მხარეს და ვგსოვ 2 თეთრი 2 ესფერი 2 თეთრი 2 ესფერი 2 თეთრი 2 ესფერი და სულ ასე მოვგსოვ 1 2 1 2 ახლა ორი თვალი ასეც შეგიძლია მოგხსოვო გვერდ-გვერდ ჩვეულებრივ ის ძაფი ახლოს არის და არაფერი სასწაული არ მოხდება ხო რო გადმოიტანო 1 2 1 2 სულ ასე მოგხსოვ ახლა ამ ორ ჭხირს ორი ჭხირი არის ტერფის ზედა მხარე ფეხის ზედა მხარე ორი ჭხირი არის თვლების ტერფის ქვედა მხარე და ვგსოვ სხვადასხვა სქემას ხო ეს სანამ ქუსლამდე ახვალ ქუსლის შემდეგ მთლიანად ირგვლივ უნდა მოგხსოვო რასაც ვგსოვ მთლიანად ის სქემა იმას აღარ აქვს ტერფის ქვედა და ტერფის ზედა მხარე არის მთლიანად ირგვლივ და მშვენივრად ჩანს ქუსლის ზემოთ ფეხზე რა გაწვია
ამიტომ მთლიანი ირგვლივ მოგსოვ სქემას, რასაც გსოვ. აქ დასაწყისი და დასასრულია და მოდი აღვნიშნოთ, რომ თქვენთვის ადვილი გასაგები იყოს. სად ვიწყებთ რიგს, სად მთავრდება, სად იწყება სქემა, სად მთავრდება. აი ასე, პირველი რიგი დამთავრდა. აი ვართ ისევ აი აქ ვართ ისევ, დასაწყისში. მეორე რიგი უნდა მოვგსოვოთ, აი აქ. და მეორე რიგი, ნახე, ჩვენ აქ დასაწყისში ერთი თვალი მოვგსოვეთ ეს, ხო? ერთი თვალი. ახლა ნახე, მეორე რიგზე ისევ ის ფერი იგსოვება, ისევ იმ თვალზე, იმ ფერის. ეს ფერიც ნახე, იგივე იგსოვება, რაც იყო. ვიწყებთ მეორე რიგს და გვეუბნება. ისევ ის ფერი მოგსოვე, მეორე თვალიც ისევ ის ფერი მოგსოვე და ახლა ნახე, რას გვეუბნება. აქ ხო იყო სამი თვალი რომ მოვგსოვეთ, ერთი ფერი. ახლა ნახე, პირველი იგივე მოგსოვეო, მეორეში თეთრი ჩასვიო, ცარიელი უჯრებით, ჩემ შემთხვევაში ხომ არის თეთრი. და ამ სამიდან ბოლო თვალი იგივე ფერი დატოვეო, როგორც პირველი, ისე მესამე. აქ ჩასვიო თეთრი. ეს თეთრია. შემდეგი სამი ნახე. პირველიო იგივე დატოვეო, ჩასვი შუაში თეთრიო, მესამეც იგივე დატოვეო. თეთრი ისევ თეთრია. ესე იგი რა გამოვიდა, ნახე. მეორე რიგს ვგსოვთ, ერთი ფერი, მეორე ფერი, ერთი ფერი, მეორე ფერი, ერთი ფერი, თითო თვალი იგსოვება. თითო თვალი, მაგრამ სად ხო იყო 3-1-3-1. ახლა სულ 1-1-1-1-ია. ამ სამიდან შუა თვალს ჩავსვამთ თეთრს და გამოგვივა სულ 1-1-1. ეხლა ეს მოვგსოვოთ აქ. პირველი ორი თვალი გვაქვს მოგსოვილი, ეს ფერიც. ახლა ნახე, ეს სამი თვალიდან პირველი იგივეო, შუაში ჩასვი თეთრი თვალიო, მესამეც იგივეო. შემდეგ თეთრი მოგსოვე ისევ თეთრიო, ახლა ნახე, სამი თვალიდან პირველი იგივეო, მეორე თეთრიო, მესამე იგივეო და გამოვიდა 1-1-1, ხო? აი ასე გადაანაწილებ თითო თვალს. ეს ჩვეულებრივად იგსოვება, ამ სამიდან შუალა თვალს მოგსოვ თეთრს, პირველს იგივეს და მესამეს იგივეს. ეს იგსოვება თეთრი და გამოგივა ერთი თვალი ის, ერთი თვალი ის. აი, ეს არის უკვე მეორე რიგი. თავარია ჩვენ ეს ისე უნდა ავაწყოთ, რომ აი ეს არ უნდა გაწყდეს, აი სულ ასეთი უნდა გამოვიდეს, ასეთი. ამ სამი თვალიდან შუას ვყოფთ ახლა ჩვენ და მეორე რიგს ასე ვგსოვთ. პირველი იგივე, მეორე თეთრი, მესამე იგივე, თეთრია. პირველი იგივე, მეორე თეთრი, მესამე იგივე. იგივეს ვამბობ, რა ფერიც მოვგსოვეთ პირველ რიგზე, ხო, სამი თვალიდან. ეს ასე იგსოვება, არ იცვლება. არც ეს იცვლება, აქ თეთრს ჩავსვამთ, არც ეს იცვლება. ესაც იგივეა, ესაც, აი, აქ ჩავსვამთ თეთრს. ესაც იგივეა, ესაც. აქაც გამოგვივიდა 1-1-1. გადმოვედით მეორე მხარეს. აქ სხვა სქემას ვგსოვთ
ტერფის ქვედა მხარეს უფრო ადვილ სქემას გვსვთ. და რა გვაქვს ახლა გაკეთებული ნახე. ნახე აქ შეცვალა ახლა. ხო იყო 2. 2. ნახე ისევ 2. მაგრამ ამ ფერზე თეთრი ზის, თეთრზე სფერი ზის. თვლების რაოდენობა იგივეა, ფერმა გადაინაცვლა. კარგი, მოდი ვნახოთ. თუ ფერმა გადაინაცვლა და თვლების რაოდენობა იგივეა, ამ ფერზე დავსვამ ახლა თეთრს. თან გამოვაყოლოთ ეს ძაბი. თეთრს. ფერმა გადაინაცვლა, ახლა აქ დავსვამ ამ ფერს. რას ნიშნავს ფერმა გადაინაცვლა? თვლებმა შეიცვალეს ფერი. რაოდენობა არა. აქ თეთრი იქნება, აქ ეს იქნება, აქ ისევ ეს იქნება და ისევ გამოვა ორული თვალი, ოღონდ შეცვლილი ფერით. ის ფერი აქეთ, ეს ფერი იქით. გამოგვივიდა ხო ასე? როცა გსვავ, ფორმა მიეცი და სქემა, რასაც არ უნდა აკეთებდე. ფორმა მიეცი, უბრალოდ და მიმართულება იმ ფერებს და თვლებს. ესენი თეთრი, აქ 2 ეს ფერია, აქ 2 ეს ფერია. ერთი და იგივე თვლებს, ერთი და იგივე ფერით აღარ გვსვთ, შევცვალეთ. რაოდენობა იგივე დავტოვეთ და ეს მეორე რიგიც დამთავრდა. გადავდივართ მესამე რიგი და ნახე. პირველი თვალი, მეორე თვალი და მესამე თვალი უნდა მოვგსოვოთ ამ ფერით. აქ ხო იყო ერთი თვალი, აქაც ერთი თვალი. ახლა ნახე, 3 უნდა მოვგსოვოთ. ეს ნაპირი უნდა გადავაბათ აქეთ. მოვგსოვოთ 3. 1 თან ძაფი გამოვიყოლოთ უკვე 3 თვალია. 3 თვალი მოვგსოვე. აი ეს თეთრი დავხურე აქ ნახე. ახლა აქ ნახე. აქ 3 იყო პირველ რიგზე. თეთრი ჩავსვით, ახლა აქ თეთრი უნდა მოვგსოვოთ 1 ცალი. 1 ცალი. აი ასე. შემდეგ ნახე ხო გვაქვს მეორე რიგიდან 1 ახლა ეს უნდა გავაერთიანოთ და მოვგსოვოთ 3. 3 იქსოვება ისევ როგორც პირველ რიგზე, მაგრამ ნახე თუ 3 აქ იყო, ეხლა აქ არის. თუ 3 აქ იყო, ეხლა აქ არის და გამოვიდა ასეთი, ხო? აქ იყო გადაბმული ეს, გაიხსნა ზევით და აქ გადაება ამას და წამოვიდა ასე. ძალიან ადვილი რამეა, ნახე. ისევ 3, 1, 2, 3. 1, 1, 2, 3. 1, 1, 2, უკაცრავად 2, 3. აი შეხედე, ზუსტად იგივე გამოგვივიდა. დაიწყო აქედან, ჩამოვიდა, მიდის აქ. მივხვდით ხო, გასაგებია უკვე. თუ აქ იყო გადაბმული, ახლა ამ 3 თვალს გადავაბამთ. აქ რო იყო 3 თვალი თეთრი რო ჩავსვით, ახლა აქეთ გადავაბამთ და გაყვება ერთმანეთს გადაებმება სულ. 1 თეთრი, 1, 2, 3.
და თუ შენ წინა რიგებს სწორად გსოვდი და არ შეგეშალა ფერები, თავიდან როგორც დააყენებ, ზუსტად გაყვები და მოიქსოვება. 1 2 3 1 1 2 3 1 1 2 აქ მეტი აღარ გვაქვს. გადმოვედით მეორე მხარეს. აი აქ ვართ და მესამე რიგს გვსოვთ. ახლა ნახე. აქ ხო იყო თავიდან, შემდეგ აქ არის, შემდეგ აქ არის. ანუ აქ ხო იყო თავიდან, შემდეგ აქ არის ამ ფერზე ვამბობ, შემდეგ ისევ აქ არის. პირველი ორი თვალი რომ მოვგზოვეთ ეს ფერი, შემდეგი ორი თვალი მოვგზოვეთ ამ ფერზე ეს ფერი, შემდეგი ორი თვალი მოვგზოვეთ ისევ ეს ფერი დაბრუნდა აქ. ისე რომ კიდე გადავანაცვლებთ ფერებს, თვლების რაოდენობა ისევ 2 დარჩება. კიდე შევცვალოთ ფერები, რას ნიშნავს? ეს ახლა თუ თეთრი შემხვდა, მე მოვგზოვ ამ ფერს. იგივე ფერი არ იგზოვება მეორე რიგი ის ორი თვალი. ეს ფერი თუ შემხვდა ახლა ამ ფერს მოვგზოვ. ეს არის ხო ფერის შეცვლა. ახლა ამ ფერზე ამ ფერს მოვგზოვ. ამ ფერზე ამ ფერს მოვგზოვ. ფერებს ვცვლი, თვლების რაოდენობას არა. და გამომივა ისევ აი ასეთი. ესაც ეს ფერია, ახლა ეს ფერი ამ ფერით მოვგზავნოთ, ეს ფერი ამ ფერით მოვგზავნოთ. ეს რიგიც დაამთავრდა, მეგობრებო, და სქემაც დაამთავრდა. 3 რიგი იყო ეს სქემა. ახლა ვიწყებთ, ვიმეორებთ. მოვგზავნოთ თეთრი, როგორც ქვემოთ არის. შემდეგ მოვგზავნოთ ეს ფერი, შემდეგ თეთრი, შემდეგ ეს ფერი. თქვენ შემთხვევაში არ ვიცი რა ფერს მოგგზავნოთ, რა ფერებით მოგგზავნოთ და რამდენ რიგს. მე ვგზავ ახლა შემდეგ რიგს მხოლოდ თეთრი. და აი ჩვენი სქემა აიწყო. მოვგზავნეთ ერთი რიგი, მთლიანად თეთრი ფერი. მოვედით დასასრული დასაწყისი. შემდეგი რიგი ეს იქნება, ნახე. აი, ახლა აქ ვართ, აი შემდეგი რიგი იქნება, აქ ვართ, აი ეს ფერი. შევცვალოთ ფერი. ეს აუცილებლად აი აქ შიგნიდან დავტოვოთ. აუცილებლად აქ ძაფი უნდა დავტოვოთ, როგორც თვალი, რომ გადაებას რიგი და არ მოხვდეს ზევით და ქვევით შემდეგ არ ასცდეს ერთმანეთს რიგი. აი ასე უნდა დავტოვოთ და ახლა ამ ფერით მოვგზავნოთ.
თეთრის შემდეგ მოვგსოვე ერთი რიგი ეს. ნახე ეს დატოვებული ძაფი, როგორც თვალი, აუცილებლად ბოლო თვალთან ერთად ამოვიყვანოთ და ფერი რიგზე გადაებმება ერთმანეთს და არ ასწდება ერთმანეთს. აქ. ახლა ისევ ვცვლი ფერს. აი რას მინდა რომ ახლა ამ ფერს რო ვცვლი, აქ ისევ ვტოვებ, რადგან ახლა სხვა ფერით ვიწყებ ქსოვას. და როცა ფერს ვცვლი, ეს ასე აუცილებლად დატოვე ყოველთვის. ახლა რა მინდა რომ ამითი გაითვალისწინოთ, რატო ვქსოვ ამ თითო რიგს და გაჩვენებთ, რომ აი ეს არის თითო რიგი, თითო, აი ეს. ერთი ფერი, ერთი ფერი, ერთი ფერი, ერთი ფერი, ხო? ახლა თეთრს რომ მოვგსოვ, შემდეგ ისევ ამ ფერს მოვგსოვ და აქ დამთავრდება მთლიანად ეს სქემაც და ამისი ჩარჩოებიც. თქვენ შეგიძლიათ კიდევ იმეორებ, მხოლოდ ეს და ეს ორი რიგი მოგგსოვოთ და არა 4. თქვენი გადასაწყვეტია თქვენი გემოვნების, რამდენ რიგს მოვგსოვთ აი აქ ირგვლივ სქემას. მე მეოთხე რიგიც მოვგსოვე და აქ მთავრდება ეს სქემა თავისი იერსახით და ყველაფრით. ახლა ნახეთ, აი ეს მოვგსოვეთ ჩვენ, რაც იყო აქ, რაც გვაქვს სქემაზე. და მეორე მხრიდან ესაც ძალიან ლამაზი და კარგი სქემაა და რახან ტერფის ქვედა მხარეს ვგსოვეს, იმას არ ნიშნავს, რომ არსად გამოიყენოთ. ნებისმიერ რასაც არ ვგსოვდეთ, წინდას ჯემპერს თუ ჟაკეტს, სადაც გინდათ, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სქემაც. ძალიან ლამაზია. უბრალოდ უფრო ადვილს ვარჩევთ ხოლმე ტერფის ქვედა მხარეს როცა ვგსოვთ და თან მინდა რომ უფრო ბევრი სქემები და სხვა მოვგსოვოთ, რომ რა მოგეწონებათ, რა ვიცი, შემდეგ სადაც გინდათ გამოიყენებთ და მოგგსოვთ. აი ბატონო, კიდევ ერთი თუშურის სქემა და კიდე ესაც სქემა მისი და კიდე ვიმეორებ. არ შეგეშალოთ, რომ ეს არის ხევსურული და ასეთია ეს და ეს არის თუშური. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.